მოსკრიპტი კვლავ პირდაპირ ეთერშია 15 ივლისს საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა აფხაზეთში მცხოვრები ქართველების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით 71 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელსაც დაახლოებით 2 წელი ამზადებდა. ერთ ამონარის წაგიკითხავთ. კალში კვლავაც მწვავედ დგას მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხი და რაც დრო გადის ამ უფლებას სულ უფრო მეტი ქართველი კარგავს. გალის ზედა ზონის სოფლების სკოლებში ქართულ ენას ან საერთოდ აღარ ასწავლიან, ან ასწავლიან როგორც უცხო ენას რამოდენიმე საათიანი დატვირთვით, წერს Human Rights Watch-ი. სკოლების უმრავლესობაში ქართული მაგალითად მალულად შეისწავლება. გალის 2 სკოლიდან მხოლოდ 1-ში ეთმობა ქართულ 3 საათი. ქართულად სწავლება ჯერჯერობით მხოლოდ გალის ქვედა ზონის 11 სკოლაშია, თუმცა საფრთხე იქაც იზრდება. ახლა კი 4 ისტორია, რომელიც აფხაზეთის ომს უკავშირდება. თითქმის 2000 წელი გავიდა მან შემდეგ, რაც ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტი შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაგომისის ხელშეკრულების ტრაგიკულ იუბილეს ომის ცნობილი გმირებით და მათი უცნობი ისტორიებით შეგახსენებთ. ია შერაზადაშვილი იმ სამხედრო ჟურნალისტის მეუღლეა, მისი გვარით საფრანგეთში, სოფლიოში დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნის მემორიალზე ამოტვიფრეს. გოგა პოპიაშვილის მიერ აფხაზეთიდან ჩამოტანილი საჩუქარი კი ოჯახის ყველაზე ძვირფასი რელიქვია. ეს არ გაიხსნება არასოდეს, იმიტომ რომ ეს არ არის ტრაფი. ეს არის აფხაზების მიერ ნაჩუქარი შამპანიური და ეს არის 25 დეკემბერი 1992 წლის. ამბობს თავის პატარა ისტორია აქვს. ზავი იყო დადებული საახალწლოდ და ქართულმა მხარემ აღმოაჩინა, რომ აფხაზეთის მხარე თხრიდა სანგრებს. გოგა ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც კამერით ხელში ამ ინფორმაციის გადამოწმება გადაწყვიტა. დანაღმული ხიდი გადაიარა და აფხაზებთან მივიდა. მოულოდნელად ხიდი აფეთქდა. აფხაზებს ეგონათ, რომ ქართველებმა შეტევა დაიწყეს. ქართველებს პირიქით. თვითონ მომიყვა გოგა, რომ მე მივხვდი, რომ იმდენად დაიძაბა იქ სიტუაცია, რომ ვიღაცას უნდა აიღო თავის თავზე ინიციატივა და თუ არ იქნებოდი ესმეო, ნამდვილად უკვე მე დამხრეთდნენო და იქ ამიტომ უთხარეო შევთავაზე ესეთი რამბო. თუ ქართულმა მხარემ დაიწყო სროლაო, გავარკვიოთო, მე რა თქმა უნდა აქ ვარ და ჩამბარდებითო და თუ თქვენებმა დაიწყო სროლა, მე უნებელი უნდა დაბრუნდე ქართულ მხარეს. შეამოწმეს და გაირკვა, რომ ძაღლი აფეთქდა იმ ხიდს. და აი მაშინ ეს ბოთლი შამპანიური აჩუქა ერთ-ერთმა აფხაზმა. გოგა პოპიაშვილის გადაღებული უნიკალური კადრები დღემდე უშიშროების არქივშია დაცული. 93 ზაფხულში 4 ქართულ ჟურნალისტთან ერთად გადაღებების დროს ის რუსულ ნაღმზე აფეთქდა. იას საშა იოსელიანმა მოუყვა, რომ იმ დილით გადაღებაზე ერთად უნდა გასულიყო, მაგრამ საშას დააგვიანდა. ბევრი განხილვა ჰქონდა, ჩამოვიდოდა და იტყოდა ხოლმე, მე მეტი აფხაზეთში არ წავა. მაგრამ საკმარისი იყო, იცით, მაშინ ფეხით დავდიოდით ხოლმე რუსთაველზე ცხოვრობდით და ყოველ მეორე ნაბიჯზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭები საშას უფრო უმცროსების კი ხვდებოდნენ და იცით რა იყო? საშკა შეხო მოდიხარ. საშკა შეხო მოდიხარ. და აი იცით რა, სულ მე მომიტრიალდებოდა და მეტყოდა ხოლმე, რომ აი ამ ბიჭებს როგორ უღალატო, როგორ არ წავიდა. 93 წლის აგვისტოში საშა იოსელიანი კიდევ ერთხელ დაბრუნდა აფხაზეთში. თავისი თაობის ნამდვილი ლიდერი თბილისში ვერ ჩერდებოდა. გადაცემა საღამო მშვიდობისათვის მასალების მოწოდებას პირდაპირ ფრონტის ხაზიდან ახერხებდა. ომის დაწყების დღიდან საბედისწერო 9 სექტემბრამდე. ახსენებს, რომ საშას ყველა როლი სიკვდილით მთავრდებოდა. მისი ნამდვილი სიკვდილი კი უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე კინოში და სცენაზე. რუსეთმა სპეციალურად ჩამოიყვანა სნაიპერი ქალები. ეხლა რუსულ ტერმინს ვიხმარ, იმიტომ რომ ასე ეძახდნენ მათ ომის დროს ბელი იკალგოტკი. საშა მოკლულ იქნებს სწორედ აი ესეთი სნაიპერი ქალის მიერ. ლაშა თაბუკაშვილმა თქვა ძალიან კარგად და ნება მომეცით მისი სიტყვები გავიმეორო, რომ რო ჩაიხედაო აი ბინოკლშიო და რო შეხედაო ასეთი ლამაზი ახოვანი ადამიანი კამერით ხელში, ხო? დგას ხელი როგორ არა უკანკავდაო და როგორ მოკლაო. ეს კი დადო ბოლქვაძის ესთეტიკა. ის ომშიც ახერხებდა მშვიდობის და ადამიანების სიმბოლო დაენახა. მინდოდა ცხოვრთა სამყაროზე ფილმის გაკეთება და ადამიანის სიმხაცაზე ვიღებ ფილმსო. დაუჯერებელი ისტორიებს, რომლებსაც თამარ ბოლქვაძე დათოს მკვლელობის შემდეგ იგებდა, თავად ტელეოპერატორი არასდროს ყვებოდა. მისი კამერაც ყველგან იყო, მათ შორის იქ, სადაც კბილებამდე შეიარაღებული 7 ქართველი და 7 აფხაზი მებრძოლი მოულოდნელად ერთმანეთს სოხუმის ქუჩებში გადაეყარა.
ერთი მოძრაობა ზედმეტი, რომელიმე შვიდეულის და ვინმის გადაცხრილავდა ღმერთმა უწყისო. ეს დაძაბულობა განმუხდა შენმა ძმამ. ბოლო რიგიდან ესე გამოეყო ბოლო რიგსო, მათ არ ჰქონდა ჩამოკიდებულიო. გახსნა ეს მათ არა და მიმართავს აფხაზებსო და ეუბნებაო, რომ ბратцы, давайте сядем и выпьем за друг друга. აფხაზები გამოშტერდნენ, დასხდნენ ისინი სულ ჩვენთან ერთად. მათაც ჰქონდათო რაღაცები, ზოგმა მათ არ მოიღო, ზოგმა აბგაში რაღაცები, რუგზაკებში რაც ედოთო. ასე თქვათ, გავტეხეთ პურიო ერთმანეთთან. აფხაზებმა ჩვენთან გასაოცრათო, ძალიან არ გამოვიწყდება ეს ფრაზები, მათი ნათქვამია, რომ ესო братцы, это не наша война. და ღმერთმა ნუქნასო, რომ ბრძოლის ველზე ჩვენო ისევ გადაგეყაროთ. ყველას იმჯეროდა. ახლა დავიბენ. თითქოს რაღაც ქსელში ვიხლართები. ლევან აბაშიძე აფხაზეთის ომის გადასაღებად არ წასულა. ის კინო გადაღებებიდან აფხაზეთის ომში გაიპარა. ამოდის რომ ყველა გადაღებებიდან ერთად წავიდა, ნუ რაღაც ამ რეალობიდან წავიდა, რა თითქოს რა. გავრცელებული ლეგენდებიდან იჭიერდა ულამაზეს ქართულ მსახიობზე ერთი განსაკუთრებით ლამაზია. სნაიპერი ქალი დაიჭრა თურმე და ამან გამოიყვანა რაღაც აი ამ შუა ბრძოლის იმიდან და მიიყვანა სადღაც და რაღაც წამალიც მიაწოდა თუ რაღაცა და ის კი დაიღუპა ის ქალი, მაგრამ აი ბოლო წუთებით რაღაცა იმას ხელი იჭირა თუ აი რაღაცა ეგეთი ისტორია არის. ნუ ძალიან ისეთი ადამიანური. ეგეც მეტყველებს მის იმაზე გმირობაზე თუ შეიძლება რომ ესე დაარქვა. ხო არ ვიცი ხა ვადოასაც ეს ლექსებს კითხულობ და ზუსტად ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვუკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს. აი ზუსტად ეგ შეიძლება რომ თქვა ლევანზე და არ ვიცი ფერზე ვიცი საფხაზეთში დაიღუპა. თავს პეტროსთვის ხამეთ სახლს, სადაც ლევანს და მის თანამებრძოლებს ეძინათ რუსული ჭურვები დაეცა. ომში მხოლოდ 2 დღე იყო. მერე უკვდავებას შეუერთდა. ლევანთან, საშასთან, დაცოსთან და გოგოსთან ერთად 20,000 ქართველი პატრიოტი. და გვაქვს ისტორია ჩვენი წარსული, რომელიც წყლის ქვეშაა დაფარული, მაგრამ მისი ნაფოტები მკვლევარებმა, მე მათ ასე უწოდებდი, ქართული გრაალის მცველებმა შემოგვინახეს. დუშეთის და მთელი არაგვისპირეთის ღირსშესანიშნაობაა. სასახლე მე-17-18 საუკუნით თარიღდება და აქაურები ჭილაშვილების ან ჭილაან სასახლედ მოიხსენიებენ. ნაგებობას ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა ძეგლის შესახებ ბევრმა არ იცის. გამარჯობა. მობრძანდით გენაცალე. კარში ქალბატონი ნათელა შეგვეგება. ის 20 წელია ამ სასახლეში მუშაობს. ვცდილობთ რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ ეს ისტორიული ძეგლი და ძალიან გვიყვარს. სასახლეს ახლა 3-4 ადამიანი უვლის. ჭილაშვილების საგვარეულო ნაგებობა ამჟამად დუშეთის არქეოლოგიური ბაზაა. საუკუნეების წინ კი აქ დიდი მიღებები იმართებოდა. ერეკლე მეორემ ჭილაშვილებს სატახტო აზნაურობის წოდება უბოძა. ბაბანე ჭილაშვილს კი, რომელიც მეფის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, ეს მამული გადასცა. თავიდან აქ მხოლოდ ციხე კოშკი იდგა. შემდეგ კი სასახლეც აშენდა. ამისთანავ ციხეებს შესასვლელი აქვს ყოველთვის მეორე სართულიდან. პირველი სართული ძალიან დახშული. დაცვა ამისი უფრო ადვილი იყო მეორე სართულს. ეს რადგანაც იყო მთავარი შესასვლელი, აგერ ამხელა ჯვარი გამოხატეს, ორნამენტები გააკეთეს. ბატონი რამინ რამიშვილი არქეოლოგია. აქაურები მის დამსახურებად თვლიან, რომ ამ სასახლემ ძველი სახე შემოინახა. 84 წლის ასაკშიც ისტორიულ კარ-მიდამოზე დაუღალავა ზრუნავს. არქეოლოგმა უამრავ ექსპედიციასთან ერთად მთელი არაგვისპირეთის სოფლების მოიარა. იქ შეკრებილ ეთნოგრაფიულ მასალას ახლა კოშკში ინახავს. უნდა გაკეთდეს ეთნოგრაფიული მუზეუმი ოთახი, ეთნოგრაფიული ოთახი. ციხეს და სასახლეს გასამაგრებელი სამუშაოები ესაჭიროება. კულტურული მემკვიდრეობის მენეჯერი ნინო პატარაიაკი სასახლის ტურისტულ პოტენციალს იკვლევს, რის შედეგადაც შედგება კონკრეტული პროექტი. ეს არის სათოფურები, ეს პატარა სარკმლები, თავადაცვის ფუნქცია ჰქონდა კოშკს, როგორც ვიცით, დასავლეთიდან იცავდა იგი დუშეთს. ციხის ოთახები ავთენტური იერსახისაა. ბოლო სართულიდან კი ულამაზესი ხედი იშლება. ახლა სახურავი ბალახითაა დაფარული. სასახლეში კი შველა რამდენიმე ოთახს ესაჭიროება.
პირველ რიგში უნდა სასწრაფოდ ეშველოს იმ ნაწილს, რაც ინგრევა, რაც არესტავრაციოა და შემდგომ უკვე, როდესაც მომზადდება ძეგლი, ძალიან მრავალი ფუნქცია შეიძლება ამ ძეგლმა შეიძინოს, რაღაც სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, დაიგეგმოს ინტელექტუალური შეხვედრები, გამოფენები მოეწყოს. ოთახში სადაც ახლა ბატონი რამინი სამეცნიერო კვლევებს ატარებს, ერეკლე მეფის შვილი ვახტანგ ალმასხანი იზრდებოდა. ეს პატარა ვახტანგი გაიზარდა ამ შენობაში. იშვილეს წილაშვილებმა, როგორც ახლა აკაკი დააშვილეს კლეხის ოჯახში. ისტორიული ცნობებით აქ ჭილაშვილების რამდენიმე თაობა ცხოვრობდა. სასახლეში სტუმრად არაერთხელ ყოფილა ალექსანდრე ჭავჭავაძეც. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი სხვა თავად-აზნაურებთან ერთად სასახლე ჭილაშვილებსაც დაატოვებინეს. რევოლუცია რომ მოხდა, დედა-შვილი ბიჭი ყავდა ერთი. გააგდეს აქედან დახვრეტას გადარჩენ. გაიქცენ თბილისში და დარჩა სახლი კომუნისტურ ხელისუფლებას. მოგვიანებით კომუნისტებმა აქ ტრაქტორების სადგომიც გააკეთეს, ამის გამო რამდენიმე კედელი ჩამოინგრა. 1971 წელს სასახლე არქეოლოგებს გადაეცათ. ახლა კი ამ შენობაში მნიშვნელოვანი აღმოჩენები ინახება. ჟინვალის ჰესა აშენებდნენ და ამ ტერიტორიაზე წყალს დააგუბებდნენ. 1971 წელს რამინ რამიშულმა არქეოლოგთა 35-კაციან ჯგუფთან ერთად ანტიკური ნაქალაქარის გათხრა მოასწრო. უძველესი ცივილიზაციის ნაშთები სწორედ ასე გადაარჩინეს და ისტორიულ მასალებს დღემდე ამ სასახლეში ინახავენ. ეს მაგალითად არის 7000 წლის წინანდელი მასალა, ეგრეთ წოდებული ენეოლითი. აი ქვისგან როგორც სულებს გაკეთებდნენ, უყურეთ როგორი პირი აქვს წამახული. ეგ არის ვულკანური მინა, ანუ ობსიდიანი, რომლისგანაც კეთდებოდა ისრის პირები, დამები. აქვეა უძველესი ქვევრი, რომელსაც ქრისტიანობის შემოსვლამდე 2000 წლით ადრე კერპთაყვანისმცემლები სარიტუალოდ იყენებდნენ. აი მზე, აი ეს შუასკნელი ხარი და ქვესკნელი გველი წარმოდგენა სამყაროს სამ განზომილებაზე უკვე ჰქონდა შემუშავებული. თამარის ხანის ჩათვლით აქ პერიოდები სექციებადაა დაყოფილი. ამ დარბაზების შერემონტება ბატონ რამინს ოცნებად აქვს ქცეული. ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, არ მინდა ისე მოვკვდე, რომ რაღაცა იმედი არ წამოყვეს. ერთ ოთახში კი ახლა უკვე ჩაძირული ეკლესიის კანკელი მთლიანადაა გადმოტანილი და აღდგენილი. დიდი ეკლესიის გადმოტანა, რომელიც ახლაც მხოლოდ მიქცევის დროს ჩნდება, სამწუხაროდ ვერ შეძლეს. დანარჩენი კი სასახლის ეზოშია. ეს ღია მუზეუმია. იყო ძალიან მნიშვნელოვანი, აკლდამად ქალაქარი მთლიანად ექცეოდა წყალქვეშ, ვერ გავიმეტეთ იქ დასარჩენად და გადმოვიტანეთ. ჩვენ თვლით, რომ რადგანაც ეს იყო ყველაზე გამორჩეული განსასვენებელი ნაგებობა, იგი ეკუთვნოდა ჭიაბერმან და ტოსტოხუცეს. აკლდამასთან ერთად გადმოტანილია ეკლესიები და ნასახლარები. თითოეული კედლის ქვა დაინომრა და თითოეული ქვა დევს იქ, სადაც იდო თავდაპირველად. რამინ რამიშულმა ჭილაშვილების სასახლის მემკვიდრეს ვერ მიაკვლია. ის განძი კი, რასაც წლების განმავლობაში უფრთხილდებოდა, სურს რომ თაობებს შემოუნახოს, როგორც ეს სასახლე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. რეკლამის შემდეგ კვლავ ისტორია. პირველი ალბათ ერთ-ერთი უძველესი ამ დედამიწას და მეორე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე. მაშინ ასე რამდენიმე წუთში თქვენ გელი ჯადოსნური მოგზაურობა ეგვიპტეში, უკდავი პირამიდები ხომ უკდავი თემაა და მეორე ეგზოტიკური ტური მაიამის სანაპიროზე, ჰოლივუდის მეგავარსკვლავების ფეშენებელური ვილები და ნიანგებით სავსე ფლორიდის ჭაობები. არ გამოტოვა დაგვალდეთ რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდება.